ისრაელის სამხედრო ძალებმა ბეირუთში ჰეზბოლას სტრატეგიულ ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანეს. თავდასხმამ შესაძლოა დამატებითი სირთულეების შეუქმნას დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და իրანს შორის ომის დასრულების შეთანხმების მიღწევისკენ არის მიმართული. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქში აფეთქებების შემდეგ ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებულია 6 მოქალაქე. იერიშის სამიზნე 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, რომლის პირველ სართულზე კომერციული ობიექტები იყო განთავსებული. ყველაზე მძიმე დაზიანება შენობის ქვედა 2 სართულს მიადგა. ჩემი შვილი მობაიედის რაიონში, რადგან აქ მუშაობს. მის მოსაძებნად მოვედი, ღმერთის წყალობით აქ არ დამხვდა. სამსახურში არ წასულა. სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი იმ შენობაში იმყოფება, რომელსაც თავს დაესხნენ. ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, კვლავ მოუწიათ უსაფრთხო ადგილებში გადასვლა. ჩემი ძმა ამ რაიონში ცხოვრობს. დარტყმამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე აქ გამოვიარე. სახლში მოვედი და საუზმის მომზადებას ვაპირებდი. ცოტა გვიანი იყო. ველოდებოდი, როდის გაიღვიძებდნენ ოჯახის წევრები. მოულოდნელად ძლიერი აფეთქების ხმა გავიგონე. აივანზე გავედი ხალხის გასაფრთხილებლად და ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ ბარიერის გადალახვის შედეგად გამოწვეული ხმა იყო. ასე იმიტომ ვთქვი, რომ ბევრი ადამიანი ძალიან შიშობს. ყველას არ შეუძლია ასეთი თავდასხმების ატანა, თუმცა ყველაფერი რაც ხდება, მხოლოდ გვაძლიერებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დარტყმა ჰეზბოლას მიერ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით მიტანილ იერიშს მოჰყვა. ისრაელის სამხედროების ცნობით, ლიბანიდან 3 რაკეტა გაუშვეს, რის შემდეგაც საპასუხო ოპერაცია დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისრაელი საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმებს არ შეეგუება. სამხედრო უწყებამ მოსახლეობა უახლოეს საათებში ახალი სარაკეტო თავდასხმების შესახებ გააფრთხილა. საერთაშორისო შუამავლები რეგიონში ცეცხლის შეწყვეტისა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დასრულების შეთანხმებაზე მუშაობენ. ირანი ითხოვს, რომ ნებისმიერი შეთანხმება ლიბანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსაც შეეხოს, თუმცა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილმა ბოლო იერიშებმა მოლაპარაკებების პერსპექტივა კიდევ უფრო გართულა.